მანვე უნდა მოსულიყო და დღესაც არა ჩანს. ონის ეს არა გაუჭირდება რა. გზაზე თუ არა მოდის. შვილობით იყო ხევისბერი. კარგად იერეს შვილო. სათყოფილ ხარ გუგუავ, საიდი გაგიწევი, შენთან ვიყავი. აგერ, მამა შენი დაგწკერის. რა ხანი არ მინახი ხარ? საქმისთვის მოვსულ ვარ. ქალი მომყავს. ხელის მომკიდედ მინდიხარ. ქალი მოყავს? ხო. თუ ქალი მოყავს, ჩემს მეტი ვინ უნდა იყოს ხელის მომკიდე? წამოდი, პური გავტეხოთ. როდის აპირებ ქორწილს გუგუავ? საახალწლო. რა დარჩა? ერთი ნაბიჯია. ძიძიას შენ უნდა მოუარო, შენ უპატრო. ცას შევაბერდი და მაგერთი ქალაის მეტი არა გამაჩნია რა. მაგაზი ამოდის მზედა მთვარე. კარგი რა ხაზოა. ნუ ვარ შეაწუხე. წავიდეთ და პატარძალი ჩავაბაროთ. ხელის მომკიდე მოდის, ხელის მომკიდე.
ჩაგვიბარებია ქალი, წრფელი და შეურცხვენელი. დღეის იქით შენ უნდა გაუწიო შვილო ზმობა. მერც არ მოეტყუება. თავს დავდებ მაგისათვის. ეგ და მე ძმა იყოს თავდებად. მაღლა ღმერთი და დაბლა დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყარება. ძმობას გაუწევ, მაგისთვის ძმაზე უფრო მეტი ვიქნებ. ქალავ, მოგიკვდა ჩემი თავი. თავად გათოში ხარ. მე არც კი მომაგონდი. არა მიშავრა. შენ მომავად გახდე. რა გამეშველება? არ გინდა.
გადმოდი რაღაცე. გაკურთხოს უფალმა. ბეჭაო, თვად გაგინულ ხარ. როგორ განკალებ? უფალმა შეგაერთად. კაცინც ნუ გაგასორებთ. რა იმოქსლია? არც რა. რაღა არც რა. ადამიანის ფერი აღარ გადევს და ფეხზე და ძლივს გადგახარ. უგუნებოდ შევიქენ. უგუნებოდ? მას ქორწილში რაღა გინდა. შინწადი და დაცეკ. ხელის მომკიდე სხვა იქნება ვინმე. სურვილით ირთა მამქალსა და გსურს ჯვარის წერა. სურვილით. შენი ნებით იწერ ჯვარსა? რომ არ სდომებოდა, აქ რა თმოვიდოდა, თავის ნებით იწერს, მოძალადე ვინ ახავს? მას შენი ნებით იწერ ჯვარსა. სად მიხვალ? დაიჭი. კედელში გაამაგრე. სად მიდიოდი? არც სადა. ეგ პასუხი არაა. ქორწილში ვაპირებდი წასვლას. რაღა დროს ქორწილი. ეხლა იქ გალექებული ხალხის მეტი ვინღა? თებში ჩამოთოვლა და ნადირს ქვევით ჩამოჰყრიდა. ქორწილში მონადირე იქნება ვინმე. ერთად წავიდოდი. ამ ფიფქთოვლში სანადიროდ საით გაიშლება. ის ხომ არ გინდა ზვალმა სადმე ჩაგმარხოს. იღუჩე ბალღო. შენ სხვა რაიმე გაქვს გულში. რა უნდა მქონდეს? არ ვიცი და მაგას არც გითხავ. ვინცლო ქვეყანა არ გაცინო. ძადი ოღონდ გახსოვდეს არ დაივიწყო ვისი გვარი სახარ. ესეც იცოდე. კაცი სალაღობოდ კი არა, დანჯვისთვის არის გაჩენილი. ქვეყნისა და კაცობის წინაშე ჯერ არავის მოუხდია ლაღობი თვალი. ძადი
ისე შავში გადასვლა ტყუილად გადაგიწყვეტი. ეხლა სვავებით მთა. დედის ძმებთან ავალ მამაისი. ზამთარს იმათთან გავატარე. ვინადირებ. ეგ უკვე მითხარ. გაზაფხულზე კი ცხარში ავალ. ეგეც ხომ მითხარ. რა გემართება ბალღო? კარგია. მეც ნუღარ გამომყვები. აბა მშვიდობითი გავშილო. ფრთხილათი არე.
მივდივარ ძიძიაო. მივდივარ მეთქი გითხარი. ცხვარი დაიძრა. საგზალი წუხელვე გაგიმზადე. რაღა გადერხებს. გამოგებინე რა მოგდის ქალ. რა მომდის? არც რაი. სამთარი ისე გავიდა. ერთხელ არ შემოგიხედავს ჩემთვის. შეუძლოთა ვარ. თუ ავადა ხარ, დავრჩები. არა. ჩემი გულისთვის მოდარჩები. წადი. სულ გამირბი. მარტოობას ეძებ. ძიძია მოდის. როგორ ახარ, ძიძია? ქვეყანა ჩემ ბედს შემონატრის. ის კი არავინ იცის, რაც ცეცხლი მიტრიალებს გულში. რას უცდი გუგუო? არც რას. იარეთ და დაგეწევით. ამ ზამთარს მარტო შეგვარ დაქორწინებულხა. სხვებსაც შევა ჩინცოლები. ძიძიაო. წამსებს უთხარი დაგეწევითქო. სიტყვას ნუ გამატეხინებ. სიტყვა რა უნდა გადეხო? წადი. იქანა მე გაჩერებ. იქნებ? არ გინდივარ.
რას გაჩვენებულ ხარ? იქნება? არ გიყვარ ვარ. რა შემაცივდი? რა გინდა ჩემგან? ცოლი ხარ და ცოლობა უნდა განიწიო. საუღერად ყველანი კაციც და ცხვერიც არ სადაც არ მოვდივარ. ონისე სად არის? რა ვიცი, მარტო უყვარს ხეტიელი. ნეტავი ვინ უნდა იყვნენ? ვერ ახსნობ. ჩხარაკი მოდიან. სოფალმა ვერტმა გაგიმარჯოს. რა საიქთ? როგორ ახართ? ინაში გიამბობ ყველას. სოფელში რა ამბავია? რა იმოქსლია ბალღო? 6 თვეაში ნარა ყოფილვარ. რა იცის არ მეტყვი რა ამბავია? რა გინდა რომ გითხო? როგორ არიან? მამაი კარგადაა? გონსახარ ბიჭო, ამათ მშვიდობითა ღვთის მადლი. შენ ჯალაბობა ყველა მშვიდობითა. მეზობლები, ჩემი ტოლები, გუგუაი, რაი გუგუაი? ხომ კარგად არის? კარგადაა. დიდიას პატრონი რა იქნება ცუდად? სხვაში უნდა და წამოსვლა, მაგრამ ცელს ვერ შეელია. გამარჯობა დათო. მშვიდობა, ეხლა ვგიამბობთ. გასხედით, რა ამბავია? რა ამბავია და მგზარერის თავს ჩვენი ყმად გახტომა განუზრახავს. რავო? თუ არ დამორჩილდებით ლაშქრით თავს დაგესხმით დამოგწყვეტო. რათო? რა დაგვიშევებიან უგზარისათვის? რაც დაუშევებდით, ბატონი ყმას ეძებს. რაც მეც ისჩოვნის, მით უფრო ძლიერია. არც აყოფილვართ ისე მეყმები და არც ვიქნებით. ხევში დასაპირებ. ემზადებია. თებში ბიჭები დაგზავნეს წყემსების მოსაგროვებლად. მგზარერის თავს თურმე თრუსოს ხეობას შეუყრია ჯარი. გვიანობის აღარა. გასაგებს იქ გავიგებთ. წავიდეთ. წავიდეთ. ერისთავი აბირებს ფევის დალაშქრას, სიფხიზლე გვმართებს. ქვეყანა აირია გუგუავ, გზად გასული კაცი, შინ თუ მშვიდობით დაბრუნდება, აღარ გონია. ჩვენ სხემსებს ნუგზარის კაცები დახვედრიან, მსხვარი წაურთმევიათ, სხემსები შეუგრავთ და ისე უცემიათ. რაც გვერდჩის. რა უნდა ჩვენგან? ხევში რა ისაქმევა? ო შვილო, ნუგზარი ვერაგი და დაუნდობელია.
კაცები მიუგზავნე, სხვარი დაგვიბრუნე მეთქი, უარი გვითხრა. ცუდად მენიშნე გუარი. მეფეს უჭირს გუგუავ, თორემ მაგდენად არ გათავხედდებოდა თავადი ერისთავი. ფრთხილად იყავი ნუგზარ ბატონო. მეფეს არ მოეწონება შენი ხევზე გალაშქრება. სერამ გაიგებდეს. მე ჩემსას ვიზამ. მერე თუნდა თავში ქვაუხლია. ხევის შემომტკიცება ადვილი არ არის ნუგზარ. ოდითგან აზადნი ყოფილად. თიულებს მიუშვებს საბრძოლველად. ერთ-ურთის სისხლს დავახრევინებ. მერე ერთიც ჩემი ყმა იქნება და მეორეც. ჭართლალთა მოწინავე რაზმი გიახლავთ ნუგზარ ბატონო. ჩვენს ლაშქრობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. რად მოგიწყენია დიდია? არც რად. სულ მარტო და რა დაიმართა? გუშინაც უგუნებოდ იყო შეხე.
რა მოგდის? ხალხო და ჯამათნო, ნუ გზარერის თავს ხევის დაპყრობა და ჩვენი ყმად გახდომაგან უზრახავს. მეფეს ხანგრძლივმა ომებმა სისხლი გაუშრო, შინაურნით საესალნენ, ქვეყანა აირია, წყალი აიმღვრა და ნუ გზარმაც აღარ დაახანა. ორი მეზობელი მოხევე და მთიული ერთმანეთს უნდა წახკიდოს და ძაბუნოს და მერე თავად გაბატონდეს. მთიულთაც გონი დაუკარგავთ და ჩვენზე დაპირებენ გამოვასკრებას. დავიწყებიათ, რომ მთიულები ჩვენი ძმები არიან. იმათ მათ თურაც შესდგომიათ ნუგზარი. ვეცდები მათთან მორიგებას. მაგრამ რა ისთვის დაგიმალოთ ხალხო? ნუგზარი სისხლით გაუმაცხარია და თვალი ჩვენსკენ მოუქცევია. ოჯახებში გვეჭრება, ჩვენ გვიპირებს საკლებას, ჩვენ დედაკაცებს გაწმილებას, ჩვენი თემის დამონებას. რა სიტყვით ჯამათნო, დავმორჩილდეთ? ნუ გზარერის თავთან ბრძოლა ძნელზე ძნელი იქნება, მტერი ძლიერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხალხო, სადაც ჩვენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, იმას გვედავებიან და არ დავანებოთ. იმათაც ცოტა ჭირი არ უნახავთ თავიანთი მიწაწყალის დაცვის დროს. ეხლა თქვენი ცით რასაც იქვთ. მოკვდეს ის მოხევე, ვინც ყმად გახდომა ისურვოს. ერთხელ დაბადებულს ერთხელ გვინდა სიკვდილი. გავწყდეთ ხალხო, ერის თავს კი ნუ აბატონებთ. ხალხო, გვიანობის საღარა მტერი კარს მოგდგომია, ვისაც ხევში იარაღის დარება შეუძლია, ყველა ბრძოლის ველზედ გამოვიდეს. დედაკაცებს ვალად დაედოს თებიდან ჯარისათვის ყველი ერბო და რძეზიდონ. გუგუავ, შენ და ღინჯაი ქალებს გახვებით,
ხიფათი რაიმე არ შეემთხვათ. თემის გაცევს წმიდა სამების საბჭოს დაველოდები. ვინიცის ვისი მზადაბნელდება ხვალ ბევრის დედა ჩაიცვა მსავსა ბევრი მშობელი ვეღარ ჩაიგრავს თავის ნაშობს ღმერთია მოწყალე ნუგზარის სისხლით დაუმაწყარია ბრძოლა სნელი იქნება დედამ შეერთოს ცოლად ვინც სიკვდილს გაექცეს კარზად მომდგარ ტერს შეუშინდეს მოღალატეს რისხავდეს სამება ამინ აქ მოდიონისე ნაროვანი დარაჯობს ჩვენს ხეობას ნუ გზარი იქიდან მოადგება ხევს სხვა გზა არ აქვს თუ მტერმა გადმოგვასწრო ბრძოლა გაძნელდება ვაი თუ დაგჯაბნოს კიდეც ტერს რომ დაინახავთ ნიშანი მოგვეცით ცეცხლიანთე დგოსზე აბა ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი გახედეთ ხანდოს ხელნიც მოდიან ნუგზარ ბატონს უარს ვინ გაუბედავს ბატონი მაბრძანდება ნუგზარ ბატონს გაუმარჯვა მარჯი მთიულთა ლაშქარს ჭართლელნო და ხანდოს ხელნო თქვენ შორის ვეღარ ვხედავ მამაც გუდამაყრელებს სად არიან გუდამაყრელნი თორღვაი სად არის თორღვაი მთიულთა შორის უპირველესი მეომარია და უგზარერის თავს არ გააწბილებს საცა აგიახლებათ უშიშნო და ძალგულოვანნო აქ სამშვიდობოთ არ მომიხმიხართ დასტური მინდა ჩვენი მეფის ერთგულებისა სავალალო რამ უნდა გაუწყოთ მოხევენი გადაუდგნენ ქართველთა მეფეს და პირიქით ელურჯულოსთან შეკრეს კავშირი მამაბაბათა ძვლები შებილწეს და შეურაცხყვეს მეფისაგან განდგომილი და ქრისტეს რჯულის შემგინებელი უნდა დაისაჯოს ამინ დაისაჯოს თორღვაი მოდი
სალამი ღვთისა თორღავ. რა ის თუ დაგვიძახე ერისთაო? თუ მოძმეთა სისხლის საღვრელად გვიხმე, ლომის ის მადლმა. თორღავ? მოხევენი აღარ არიან ჩვენი მოწმენი. მოხევეთა ღალატი ქვეყნისა და რჯულისა ჯერ არავის უთქომს. ვინ გითხრა თორღავ? თაოდ გითხრეს. გოჩას კაცებმა ხევის სახელით შეფიცეს და ჭნედადეს. ჭნეს საით ღალატების. ანანურის ღვთის შობელს ვიცავ. უარის მტკმელთ მკაცრად დავში. მოთავეებს ჩემი ხელით ამოვლე ჯგულებს. ეგ მერმე იყოს. დიაცებო. უარს ვინ მიბედავს? ვინ არ გამომყვება? ვერც ჩვენ გამოყვებით შენი კუნერსამე. რა ამბავია ხალხო, ღალატია თუ მხთელები და ლაჩები ხართ? რა გვაქვს გასაყოფი მოხევეებთან? არც ვინ ჩვენგანი არ წამოვა. არც ვინ არ მოგექომაგება. შენ ამბობ მაგას. თუმცა შენი კაცობა ვის გაუგონია? წადი! შინ წადი! მიუჯექ დედაკაცებს. შენი ჯარი შენს მაგიერ მოთავედ სხვას ამოირჩევს. მოხევეთა ძმობას ჩვენ ვერ დავივიწყებთ. ვერ გავილაშქრებთ. არა ხალხო! მეომრებს მოხმეთა დიაცები გამოცხადდნენ. მაგრამ არა უშავს რა. მოხევებს ჩვენ ვეყოფით. ლეგები დაგვეხმარებიან. ხმლის თითომოქნების მაგივრად ორჯერ მოვიქნიოთ ხმალი. არია! მარშ გავსწიოთ! მოხევეთა მზე დაობნელოთ! ღმერთო, კარგად ამყოფეთ ჩემი ონისე. ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად აკარე. ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოიხდებოდეს. აგატირებს მამა. ვინიცის რა შეგემთხვევა? რა უნდა შემემთხვას? წერს გავაბრუნებ და თავადაც მალე დაუბრუნდებით. ღმერთი იყოს შენი მფარველი. სადიონისე, დროა, მოიცადე. არ დაივიწყო. აი, აქ მარხია ჩვენი მამაბაბანი. იმათ საფლავებზე ნუ ათამაშებ დერს. ვირცნი არიან 7 წილისა. რადგან ქვეყნისა და კაცობის მძიმე ვალი ბოლომდე ზიდეს და ღვთის წინაშე პირნათლად წარდნენ. ერთხელ ნაშობი ერთხელ მოგდების. თუ სიკვდილი შეგემთხვა ვაშკაცურად მოგდი. ისე მოგდი, რომ ხევს შენი დამარხვარეთ აკილებოდეს. კარგია, წადი. გახსოვდეს რაც გითხარი. თვარის ამოსვლისას უნდა ველოდეთ დერს. ნიშანი მოგვეცი, კოშკზე ცეცხლს დაველოდებით. ბატონო ნუგზარ, ზოროები ნაროვანზე გადავიდნენ. დილამდე ნაროვანი თუ დავიკავეთ, მოხევეები შეშინდებიან და ხვალ შუაკაცებს გამომიგზავნიან. ხევის ერთი მუჭა ხალხი შენთან შებრძოლებას რას გადედავს? წარეთ ბანანებ,
სიჯუტესა და სიგარბეს. ევალა. ფრთხილად და ყურადღებით იყავით. ცეცხლს აანთებთ კოშკზე. ტრის გამოჩენას სროლით განიშნებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ბრძოლის წინ მოსვენება მოგვიხდება. მერე დააწექი და დაიწინე. აბა რას ამბობ? ჰადროს ძილია. ნუ გეშინია. ონისეს ვერავინ გამოეპარება. ვინ გამოეპარება? საით ყოფილ ხართ ღინჯერი? იალაღიდან მოვდივართ, სანამ გემოგვაქვს. შვიდობით იარეთ. რას გაჩვენებულ ხარ? რატომ არას მეუბნები? სხვაგვარად არ შემიძლია. ღვთისმადლმა მეტისადან არც მე შემიძლია. მომკვდარიყავ მაინც გზა მოგეცემოდათ. რა გინდა ჩემგან? რისთვის არ მანებებ თავს? თავისაით დაგანებო ცოლი ხარ. ქვეყანაში მეცხუდი მხურავს. გაგნა. ძალით ვერ შეგიყვარებ. შენი თავი მაინც შეიბრალე, მე თუ არ გებრალები. შესაბრალებელი რა მაქვს? მომკლავ და გული დამშვიდდება. მაშინ ისი უნდა იქნე. გონია რომ დაგანებებ. ღვთისმადლმა შენც მოკლავ და იმასაც. ჩემს თავსაც ზედ დაგაკლავთ. და შენით კი არავის ვახარ. სხვას რას ემართლები? მე მომკლავ. მაშ სიკვდილი გინდა. კარგი, მაგრამ შენ ონისეს თავს მოგიტა. უგლაუ! რას ჩადი? უგლაუ! უგლაუ! რას ჩადი? უგლაუ! ონისე. რომელი ხარ? უგუა ვარ. რა მოხდა? ონისეს ვეძებ. საბუშაკოზია გასული. უღელტეხილზე. ზედაბილიკით გადახვალ, იქ არის ჩასაფრებული. მუგზარის მეომრები საიდან გაჩნდნენ? არ ვიცი. წარდეთ შევატყობინოთ.
სად მიხვალ? რაცდურო. ჩეცხლი და თავ! ჩეცხლი! გუგუ ასერიდ. ომი. სადაც მხარაგები დამილიერს, მეც იქ უნდა მოვკვდე. რას მემართლებით? ჩემი სიცხვილი, თქვენ რა შეგმატებს? გასხოდელისე. კანი. რა შევწდეთ უფალს ხევისბერო მოძმედ ღალატი რომ ვიხილეთ. რა მოხდა? მითხარი? საფარში ვიყავით მე და გელაი. უცებ გუგუა დავინახეთ. ტერს მოსასვლელ გზას უჩვენებდა და სანამ ტერი თავს არ წამოგვადგა ვერა გავიგეთ რა. სხვა ხომ არავინ ყოფილა. იმის მეტი არავინ. უფალო რა შეგწოდეთ ასეთი? სადღა მითხარით, რას მიფრთხილდებით? ონისე ბეჩავი სუნთლად გაგიჟდა. ჩვენ რომ არ ყოფილიყავით მტერს თავში აკლავდა. ღვთისმადლმა. ეხლა სადა? ისეთია რომ დანაპირს ვერ გაუხსნის. შემოიჭრა ხეობაში. სამოთქმა არ დაგვაცალა. აი, შედეგი მოწმის ღალატისა. დამნაშავე დამწვდიათ და კარგად ადევნეთ თვალყური, ცეცხლიან თეთრკოსზე. მომგავით ისაც გული გერჩით. Thank you.
დავსდეთ და დერს ნუ დამორჩიუდებით. ჯაბან სიცოცხლეს სიკვდილის ძოდია. დამნაშავე. Jim Drizagam Javare
შეუხსენით ხელები. ხალხო და ჯამაათნო, სმენა იყოს და გაგონება. აი, თქვენს წინა დგას გუგუა ფიჩიტაური. ვინამაც მტერი მალულად შემოგვაპარა. გუგუა იმ მტრის ჯარს წინ მოუძღოდა და ნუგზარის ხალხს გზას ასწავლიდა. მტერს უჩვენა მოსასვლელი ბილიკები. მოძმენი ხალატით გააწყვეტინა. ყველა შეგატყობინეთ. ყველა იგაგაგებინეთ. თუ შეგიძლიან ფიჩიტაურო. თქვი, თუ სათქმელი რაიმე გაქვს? უფალმა იცის, რომ დამნაშავე არა ვარ. მაგრამ მტრის წინამძღოლად ნახეს და ვინ დამიჯერებს? რაღაც მაწვალებთ. მომკალი და თქვენც მოისვენებთ. ბალხო, სიკვდილი ძნელი როდია, მაგრამ გულს არაც ჯერა, რომ ხევის მიწაწლის კაცი, ხევის ზუზუთი გაზრდილი, მოწმე თუ ღალატებდა, ამხანაგ დგახიდა, მიწას შეარყევდა და ცას ჩამოანგრევდა. გული სამუდამო თითნესებს და სევდარდა ელევის, თუ მართლა მოწმედ გამყიდვლად გიცნო. ხევისბერო, ფიცავ შენ სახელს, რომ დამნაშავე არა ვარ. მაგრამ თავს ვერაფრით ვიმართლებ. მტრის ჯარში საიდან გაჩნდი? ყოველთვის გულუკეთილს დღეს ჩემი წვალება რაისთვის მოგიწადინებია? ჩემი გულიც არ არის მოსვენებული გუგუავ. ყოველ კითხვაზე ლახვარი მიტრიალებს გულში. მაგრამ თემი და მისი საქმე შენზედაც დიდია და ჩემზედაც. რაც ვირად დაგვიჯდა გამარჯვება.
მარტო იყავ მეთქი? რა ბედენაა მარტო ვიყავ თუ არა? თქვენთვის არ მიღალატია ღმერთია მოწამე. სხვას ნუ რას მკითხავთ? თუნდ გამამართლოთ კიდეც თავს მაინც აღარ ვიცოცხლებ. რა სიტყვით? მერთო მოგიტევე თუ ვწდებით რამესი. რაც შენ გვაგონე იმას არ მოვსთქვამთ. ხევის მშვიდობა მოითხოვს გუგუა მოწმეთ მოღალატე დღეის მერე მოკვეთილი იყოს თემისადა. მარტო იმის ცოლს ეძლევა ნება თან გახვეს. დღეის შემდეგ ყველა სახლის კარები დაეხსოს. დღეის შემდეგ არც ვის არ აქვს ნება მიაწოდოთ ცეცხლი თუ უცეცხლოთ ნახა. მიაწოდოს წყალი თუ მწყურვალი ნახა. მიაწოდოს პური თუ მშიერი ნახა. შეძდე ხევის ბერო. გუგუა მართალია. იღუჩეთ. თქვი რას ამბობდი? გუგუა მართალია მეთქი ტყუილად ნუ დასჭით. მაგას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით. ეგ მთიდან რომ მოდიოდა ბილიკებზე იმა დაეშვა რომ მე მოვეკალი. მაგრამ გზაში მტერ შეხვდა და ღალატ სულ ტყუილად სამებთ. ეგ ვინ გითხრა? ჩემი ყურით გავიგონე. მე გზის იქით ვიყავ ჩასაფრებული. რაღა დაუმალო მოძმე ცოდო მე მაწევს კისერზე. დროზე ვერ შევიტყვი მტრის გადმოსვლა. მას ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება. მოწმე სისხლი ცაში ღმერთს შეჩუქჩუქებს და სამართალს ეცებს. წეული მციღავ ყველასაგან მოწულებული. მოწმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსია. გუგუო, ეგ რა ჩაიგინე გუგუო? გუგუო. სისხლი, ხანჯალი, შვილი. ხანჯალი,
სად არის ჩემი ონისე? სად? რა იქნა ჩემი შვილი? სად არის ჩემი ონისე?